სახელითა მამისათა და დისათა და სულისაწმინდისათა ამინ. მართლმადიდებელ ქრისტიანებს მე მინდა კიდევ ერთი დიდი საუფლო დღესასწაულის სულთოფენება მიულოცო. როგორც წმინდა წერილიდანაა ცნობილი, ქრისტეს აღდგომიდან 50 დღეს, როდესაც მოციქულები იერუსალიმში იყვნენ შეკრებილი, მათზე გარდა მოვიდა სულიწმინდის მადლი და სწორედ აი ამ წესისამებრ ყოველი წლის ქრისტეს აღდგომიდან 50 დღეს ჩვენ აღნიშნავთ აი ამ დიდ საუფლო დღესასწაულს. როგორც თავად ქრისტემ უფალმა ჩვენმა ჯერ კიდევ ამაღლებამდე აღუთქვა მოციქულებს, ისინი უნდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში და დალოდებოდნენ აი ამ დიდ მოვლენას, მოსვლას სულიწმინდის მადლისა, რომელიც მათ განაძლიერებდა მომავალ სამოციქულო ვაძში. და მართლაც არც თუ მრავალი დღის შემდეგ, სწორედ 10 დღის შემდეგ უფლის ამაღლებიდან მოციქულები შიშის გამო შეკრებილი იყვნენ იერუსალიმში ერთ-ერთ საცხოვრებელში, სახლში და აქ სწორედ უცნაური რამ მოხდა აი ამ დღეს. როგორც ძლიერი ქარიშხალის დროს სუსტად მსგავსი ხმა გაისმა უეცრად და მოციქულების თავზე ცეცხლოვანი განყოფილი ენების სახით დაადგრა სულიწმინდა და სწორედ მათი გულები აი ამ დიდმა მადლმა აღავსო. ხორციელად ამაღლების შემდეგ მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, აქ უკვე ხედავთ, რომ მეორე პირი ყოვლადწმინდა სამებისა სულიწმინდა გარდამოვიდა დედამიწაზე და უკვე სულიწმინდის წინამძღოლობით, მისი სწავლებით, სიტყვით მოციქულებმა თქვენ იცით, რომ ფაქტიურად მთელი ადამიანთა მოდგმა, მთელი მოსახლეობა წუთისოფელს ახარეს ქრისტეს მოსვლის სასუფეველის შესახებ და მით ფაქტიურად როგორც მებადურებმა მაცხოვრის სიტყვებისამებრ ესე დაიპყრეს მოსახლეობის ადამიანთა გულები. აი ამ დღეს დაემთხვა ებრაელთა სჯულიერი ძველი აღთქმისეული დღესასწაული, რომელსაც ისინი პასექიდან 50 დღეს აღნიშნავდნენ და ამ დღესასწაულს შვიდეულის დღესასწაული ეწოდებოდა. და ტრადიციულად იერუსალიმში ყველა კუთხიდან მოდიოდნენ ადამიანები, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები და ერთად აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს და ესმათ რა ესეთი უცნაური ხმა სწორედ იმ სახლიდან, სადაც მოციქულები იყვნენ შეკრებილები, ყველანი იქით გაიმარჯვდნენ. ყველანი აი ამ საოცარი მოვლენის მომსწრენი გახდნენ და შეიკრიბნენ ისინი მოციქულებთან და ამ სულიწმინდის ერთ-ერთი გამოხატულება სულიწმინდის მადლისა ის იყო, რომ მოციქულები სხვადასხვა ენებზე ამეტყველდნენ და მათ იმ ენებზე უქადაგეს ხალხს ქრისტეს შესახებ, იქ შეკრებილ ხალხს, რომლებზედაც ეს შეკრებილი მოსახლეობა მეტყველებდა და ძალიან უკვირდათ მათ ესეთი მოვლენა, მართლაც საოცარი იყო. მათ იცოდნენ, რომ მოციქულები უმეტესობა იყო გალილეიდან, გალილეელები იყვნენ ისინი და უკვირდათ თუ ესე უცებ, ესე სწრაფად საიდან ისწავლეს მათ, ესე იგი თავთავიანთ ენებზე, სხვადასხვა ენებზე მეტყველება. ეს უთუოდ დიდი სასწაული იყო, სულიწმინდის მიერი სასწაული და პირველი სწორედ პეტრე მოციქული გამოვიდა სიტყვით და მან მიმართა იქ შეკრებილ, ესე იგი მოსახლეობას და ხალხებს. ბევრი მათგანი ბრკოლდებოდა აი ამ დიდი სასწაულის მომსწრედ და ფიქრობდნენ, რომ ისინი მთვრალები იყვნენ, მოციქულები, რომ თითქოს ისინი აი ამ სხვადასხვა ენებზე მეტყველების შედეგი იყო მათი სიმთვრალე. და სწორედ პეტრე მოციქული ამას განუმარტავს იქ შეკრებილებს, რომ ჯერ მხოლოდ დილის 9 საათი იყო და მოციქულები მთვრალები კი არ იყვნენ, არამედ ეს სულიწმინდის მადლი ამეტყველებდა მათ და აი ამ მადლის სიტყვა სწორედ ისე შედიოდა მსმენელთა გულებში, რომ აი ამ დღეს პეტრე მოციქულის ხადაგებით 3000-მდე ადამიანი მოინათლა სულიწმინდის მადლით. მართლაც შთამბეჭდავი იყო პეტრე მოციქულის სიტყვა, მათ იქ შეკრებილი ადამიანებში დიდი სინანული გამოიწვია დაფიქრება საკუთარ ცოდვებზე. სულიწმინდის მადლის, ასე რომ ვთქვათ, ცხოველსყოფელი სიტყვით პეტრე მოციქული განუმარტავდა ძველი აღთქმიდან იქ შეკრებილ მოსახლეობას, რომ ნამდვილად ქრისტეს აღდგომა, მისი მოსვლა დედამიწაზე ეს იყო ჭეშმარიტი
მოვლენა ჭეშმარიტი ღმერთი იყო მაცხოვარი იესო ქრისტე და რომ სხვა არაფერი დარჩენოდათ იუდეველებს გარდა იმისა რომ ერწმუნდა ჭეშმარიტი მესია მართლაც ისრაელთა ერთა შორის განსაკუთრებით დიდი ავტორიტეტით იყო სარგებლობდა დავით მეფე ფსალმუნ 4 და ამიტომ უმთავრესად პეტრე მოციქულის ქადაგება იესო ქრისტეს შესახებ აი ფსალმუნის სიტყვებიდან იყო წარმომართული და მას მოყავს მართლაც პეტრე მოციქულის მე-15 ფსალმუნის საოცარი სიტყვები და ამოწმებს რომ ნამდვილად უფალი უნდა ჯვარცმულიყო ჩვენთვის უნდა აღდგომილიყო და ამაღლებულიყო ზეცად თქვა უფალმა უფალსა ჩემსა დასჯეთ მარჯვენით ჩემსა მართლაც დავითი სულით ხადის ესე იგი უწოდებს მეფედ იესო ქრისტეს და მართლაც აი ამ სიტყვის აი ამ ჭეშმარიტი სიტყვის მოსვენისთანავე ესე იგი იუდეველები მართლაც დაფიქრდებიან ყველანი და სინამდვილად მივლენ მაშინ ისინი ესე იგი საშველად შველას თხოვენ პეტრე მოციქულს რომ რა ვქნათ ჩვენ როგორ მოვიქცეთო როგორ მივიღოთ აი ეს მადლიო რომელიც ნამდვილად წყურია უკვე ჩვენ სულებსა და პეტრე მოციქული მოუწოდებს რომ საჭირო იყოს სინანული საჭირო იყოს ქრისტეს სარწმუნოების მიღება და მონათლა სულიწმინდის მადლის საშუალებით მართლაც როგორც მოგეხსენეთ 3000-მდე ადამიანი მოინათლა აი ამ დღეს და ეს დღე ითვლება წმინდა ეკლესიის დაარსების დღედ ვინაიდან პირველი კრებული მორწმუნეთა კრებული ნათელღებული სამების სახელით სწორედ შეიქმნა წარმოიშვა დღევანდელ დღეს აი ამ დღეს მოციქულებთან ერთად იქ შეკრებილი იყო 11 მოციქული და მათ შორის იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედაც მართლაც მოციქულებს იმენაზე მიეცათ მეტყველების საშუალება თუ რომელ ქვეყანაში უნდა ეხადაგათ მათ ესე იგი სარწმუნოება ჩვენ ხედავთ რომ როგორც ვიცით გადმოცემით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წელხვედრი ქვეყანა ეს არის საქართველოს ივერიას იწოდება ღვთისმშობლის წელხვედრი რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ რომ ღვთისმშობელი ამ დღეს ესე იგი სულთმოფენობის დღეს ამეტყველა ქართულ ენაზე სამწუხაროდ ისე იქნება უფალმა რომ ღვთისმშობელი ვერ ჩამოვიდა საქართველოში და მან მისი ლოცვა-კურთხევით მეინცით წმინდა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა ჩვენში საქართველოში პირველად წმინდა სახარება მართლაც საოცარი იყო დღევანდელი დღე მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლის დღე თქვენ იცით რომ მოციქულები შიშით იყვნენ შეკრებილი აი ამ სახლში ადამიანები იყვნენ მოციქულები და ხორციელად მართლაც ეშინოდათ მათ მაშინ როდესაც უკვე მოძღვარი მათ გვერდზე აღარ იყო ქრისტე განშორებული იყო მათგან ხორციელად და ადამიანური სისუსტე ჰქონდათ და ჩვენ ხედავთ როდესაც სულიწმინდის მადლი გარდამოვა მათზე მათ უკვე აი შიში დაიკარგებათ პირიქით ისინი ვითარცა ლომგულნი ისე შეიქმნებიან და უშიშრად აქტიურად ქადაგებენ სარწმუნოებას მათ უკვე აღარ ეშინიათ დევნის იმიტომ რომ მადლის საშუალებით სულიწმინდის მადლის გარდამოსვლით მათ მიიღეს დიდი სულიერი ძალა რომელსაც წინ ვერანაირი ფიზიკური და მიწიერი ან ქვეყნიური ძალა ვერ აღუდგებოდა წინ მათთვის უკვე უცხო იყო შიში დევნა სიკვდილზეც კი აღმატებული აღმოჩნდნენ ისინი და ყოველივე ეს ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი პირის ღმერთის სრული ღმერთისა და სამყაროს შემოქმედის სულიწმინდის მადლის შედეგი იყო მართლაც თვით სამყაროს შექმნისთანავე იქ იყო ყოვლადწმინდა სამება მამაც და სულიწმინდა და სულიწმინდის მონაწილეობითვე იქნებოდა მთელი ქვეყნიერება სულიწმინდის გამგზნობილი მეტყველებდნენ წინასწარმეტყველნი სულიწმინდა იყო ცხებულ მეფეზე დავით წინასწარმეტყველზე თქვენ იცით და მრავალწმინდა ადამიანზე ესე რომ სულიწმინდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასი ერთ-ერთი პირი სრული ღმერთი სამყაროს შემოქმედი სულიწმინდა დღევანდელ დღეს მოქმედებს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედებს იმ წმინდა საიდუმლოებების ასე რომ ვთქვათ გამოვლინებით და მეშვეობით რომლებიც ჩვენ ვიცით არის 7 და ეს საიდუმლოები დღესაც აღესრულება წმინდა ეკლესიაში აი ამ დღეს მოგახსენეთ მე რომ არის ეკლესიის დაარსების დღე და აი ამ დღიდან მოყოლებული როდესაც მოციქულების სულიწმინდის მადლი გარდამოვიდა ისინი ხელს ასხამდნენ ნათლავდნენ ადამიანებს და ისინიც ასევე ენებზე მეტყველებდნენ და ასევე იგივე მადლი სულისა წმინდისა ეძლეოდათ მათ. აი ამის შემდეგ ჩვენ ვიცით რომ
მოციქულებმა იქამდე სხვადასხვა ქვეყანაში აქ დაადგინეს, ესე იგი, ეპისკოპოსები, ანუ სულიერი ზედამხედველები, მმართველები, ეპისკოპოსების შემდეგ ხუცესები, დიაკვნები. ესე იერარქიულად მადლი სულისაწმინდისა ხელდასხმით გადადიოდა თაობიდან თაობაზე. და აი ეს უწყვეტი ჯაჭვი დღეს, ესე იგი, შენარჩუნებულია მოციქულებრივი მემკვიდრეობიდან მომდინარეობს წმინდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ის მადლი სულისაწმინდისა, რომელიც მოციქულებზე გარდამოვიდა, დღეს ფაქტიურად ხელდასხმით გადაეცემა, ესე იგი, ეპისკოპოსთან ეპისკოპოსზე, შემდეგ ველზე, მოძღვარზე და ასე შემდეგ. და იგივე საიდუმლოებებში, როგორიც არის დაუშვათ ნათლისღება, მირონცხება, ჯვრისწერა, გლად კურთხევა, ზეთის კურთხევა, მართლაც აი ამ წმინდა საიდუმლოებებში არის აი ეს წმინდა საიდუმლოებები არის წყარო სულიწმინდის მადლის მიღებისა. როგორ უნდა მოიპოვოთ მადლი სულისაწმინდისა? მართლაც ჩვენი მიწიერი ცხოვრების, აი ამ ქვეყნიური ცხოვრების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს, რომ ადამიანმა სულიწმინდის მადლი მოიპოვოს. სხვანაირად არ არსებობს გადარჩენა. თუ კი ადამიანს სულიწმინდის მადლი არ აქვს, ის ვერ ცხონდება. ის უცხო იქნება ცათასასუფევლისთვის. მე როგორც მოგახსენეთ, ეკლესიური ცხოვრება არის სულიწმინდის მადლის მიღების წყარო, სწორედ აი ამ საიდუმლოებებში მონაწილეობა ჩვენ გვაძლევს, რომ აი ეს სულიწმინდის მადლი სულისაწმინდისა იყოს ჩვენი საგზალი, ესე იგი, მიწიერი ცხოვრებიდან საიქიო ცხოვრების გადასვლაში. მართლაც ყოველი ჩვენი მოღვაწეობა, ეს იქნება მარხვა, ლოცვა, ეს იქნება მოწყალების გაცემა თუ სხვა სულიერი ღვაწლი, ეს არის მხოლოდ საშუალებები აი ამ მადლის მისაღებად. თუ კი ადამიანი სულიწმინდის მადლით არის დამძნობილი, ჩვენც ესეთები იყვნენ და ახლაც არიან ალბათ წმინდა ადამიანები, ისინი ვთქვათ საოცარი ცხოვრებით გამოირჩეოდნენ. როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, თუ კი ადამიანმა სულიწმინდის მადლი მოიპოვა, ის ცხონდებოდა მისრიგლივ ათასობით ცხონდებიან. მართლაც გამორჩეული არის ადამიანი ღვთისმყოფელი, გამორჩეულია სიწმინდით ცხოვრები და ჩვენ თუ კი შევხედავთ სულიერი თვალით, მართლაც ადვილად გავარჩევთ მადლმოსილ ადამიანს და უმადლო ადამიანს. აი უმადლო ადამიანი არის ერთგვარად მშრალი, მე ვიტყოდი, გამოფიტული, მასში არ არის ღვთის სული და პირიქით მადლი ადამიანი გვიზიდავს ჩვენ. მისი დანახვა სიამოვნებს, მისი სიტყვა მართალი არის და მისი საქმე ეს არის ქადაგება და ქრისტეს მიბაძვა. და სწორედ ჩვენ ესეთი, ასე რომ ვთქვათ, ცხოველი სარწმუნოებით უნდა ვიცხოვროთ. ყველა ადამიანი უნდა ესწრაფოდეს, მას უნდა სწუროდეს აი ამ მადლის მიღება. ესე იგი, ჩვენ უნდა ვწუროდეს ეციური საკვების მიღება. თუ კი ჩვენ აი ეს სურვილი, წყურვილი ამის არა გვაქვს საკვების მიღების, ესე იგი, ჩვენ ავად ვართ. მართლაც ავადყოფს არ შეუძლია, ჭამა და არ აქვს სურვილი საკვების მიღების. ესევე არის, სულიერად ავადყოფს ადამიანს არ აქვს აი ამის სწრაფა, რომ მან ეკლესიურად იცხოვროს და მადლი მიიღოს. მისთვის უცხოა ღვთის სიტყვა. და როგორც უფალი ბრძანებს ეს სახარებაში, მოვედით ჩემ და ყოველი მაშვალი და მტკიცმენი, ვისაც წყურიაო, მოდით ჩემგანო და მე მოგცემთო სულიერ წყალს. მართლაც აი ეს წყაროს წყურვილი თითოეული ქრისტიანში უნდა იყოს მართლაც თავდადებული, ესე რომ ვთქვათ, მოღვაწეობის საფუძველი. და აი ამ ასე რომ ვთქვათ, ავადმყოფობის, სულიერი ავადმყოფობის მიზეზი ეს ერთადერთი შეიძლება იყოს, ეს არის ცოდვა. აი ცოდვა კლავს ადამიანში ღვთის სიტყვას, ცოდვა კლავს ადამიანში უფლის მადლს, რომელიც ყველა ქრისტიანში, როგორც ღვთის ხატებაში, ყველა ადამიანში არის ჩადებული. და ჩვენ სწორედ აი ამ მადლის მოპოვებაში უნდა დავშვრეთ. და თუ კი ვითხოვთ, კიდევაც მოგვეცემა. მართლაც მოციქულთა გულები ეს უფალმა ნამდვილად იცოდა რახან გულთამხილველია, გამზადებული იყო აი ამ მადლის მისაღებად. ეს ადამიანი, რომელიც ცოდვაშია, იქ მადლი ვერ შევა. იმიტომ რომ მისი გული ახსავსი არის ყოველგვარი მიწიერებითა და მანკიერებით. ჩვენ როგორც დავით წინასწარმეტყველი უფალს შეხახავდებდა, ესე უნდა, ასე რომ ვთქვათ, მივმართოთ ღმერთს, გული წმინდა დაბადეთ ჩემთან აღმერთო და სული წველი განგვიახლეთ მამსა ჩემსა. მართლაც წმინდა გულით მლოცველი ადამიანი ეს არის სულიწმინდის მადლის საუნჯე. სულიწმინდა ეს არის ნაკულევანთა აღმავსებელი და სნეულთა მკურნალი. იგი კურნავს ადამიანს როგორც ხორცით, ასევე სულიერად. ტრადიციისამებრ სულთმოფენობა დღეს თქვენ მოწვენი გახდებით
მე შეგახსენებთ, რომ აი წლევანდელ წელს 18 ივნისს არის სულთმოფენობა და აი ამ დღეს ჩატარდება საზეიმო წირვა-ლოცვა, საღამოთი 5 საათზე დაიწყება ჩვენს ეკლესიაში და დილით კიდევ წირვა 9 საათზე დაიწყება. აი ამ დღეს მართლაც ხედავთ, რომ ეკლესია უჩვეულოდ არის მორთული, მწვანე, ესე იგი ბალახებით, რტოებით, ყვავილებით, მართლაც რა ხდება, იფიქრებს ადამიანი. ეს სიმბოლურად განასახიერებს სულიწმინდის მარლის მოფენას. მართლაც როგორც მწვანე რტო, ყვავილი ეს არის სიცოცხლის, ასე ვთქვათ, ნიშანი, ასევე სულიწმინდის განმაცხოველებელმა მადლმა ნამდვილად გააცოცხლა ადამიანთა გულები, გააცოცხლა, ასე ვთქვათ, მოციქულები და მართლაც მთელს ქვეყნიერებას სიცოცხლის მადლი მიმართლა. ესე იგი მიფინა. სულიწმინდა რო არ იყოს ადამიანი ფაქტიურად დაემსგავსება მხოლოდ მე ვიტყოდი პირუტყს, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ჭამას, და ვთქვათ ძილით და ასე შემდეგ. მარტო მიწიერი ცხოვრება, მართლაც თუკი ჩვენ ღვთის სიტყვა ვწამს და ვცხოვრობთ სარწმუნოებით, ჩვენში ცხოვრობს მადლის სული საწმინდეს. სწორედ აი ამ სიცოცხლის ერთგვარი სიმბოლო ეს არის სწორედ ის ყვავილები, ის რტოები, ის სიმწვანე, რომელითაც ეკლესია იმოსება. მართლაც როგორც სულიწმინდა, ასე ვთქვათ, შემოსა ადამიანები აი ამ დღეს უფლებამატით, ასევე ხილულად ჩვენ მოსავთ ჩვენს ტაძრებს, სახლებს შეიძლება ითქვას აი ამ ესე იგი მწვანე ბალახეულობითა და ყვავილებით. და ყვავილი ჩვენც სხვადასხვაგვარია და ეს სიმბოლურად განასახიერებს სულიწმინდის ნიჭის სხვადასხვაობას. სულიწმინდის ნაყოფებით სხვადასხვა არის, განსხვავდება ერთმანეთისაგან თქვენიცი და თუკი ადამიანს აი ეს მადლი აქვს მოპოვებული, იგი ფლობს აი ამ ნაყოფებს, რომლებიც პავლე მოციქულის სიტყვებისამებრ აი ეს სულიწმინდის ნაყოფები არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სახიერება, სულძელება, მყუდროება, მოთმინება, მარხვა. სწორედ აი ეს 9 ნაყოფი გააჩნია სულიწმინდას და აი ამ ნაყოფებიდან გამომდინარე, როგორც იტყვიან, ხე ნაყოფით, ესე იგი იცნობაო, აი ამ ნაყოფებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვიცნოთ ადამიანი, იგი ღვთისგან არის, მადლმოსილია თუ კი არა. მართლაც თუკი ეს სათნოებები გააჩნია ადამიანს, სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მართლაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არის ღვთიური, ეს ადამიანი არის ნამდვილად მორწმუნე და სულიწმინდის, ესე იგი მადლის მფლობელი. და სწორედ მე მოუწოდებ, ესე იგი თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომ აი ამ დღეს ფაქტიურად ჩვენ გვმართებს სულით გავიხაროთ, ჩვენც თანაზიარი გავხდეთ იმ სიხარულისა, იმ დიდი მადლის მიღებისა, რაც მოციქულებმა განიცადეს აი ამ დღეს. მართლაც უფალი იმდენად მოწალია, რომ არა მხოლოდ მოციქულები გახდნენ აი ამ მადლის დიარი, არამედ ყველა ადამიანი თაობიდან თაობაში, რომლებიც თხოვდნენ უფალს და რომლებმაც სიწმინდით ცხოვრებით ფაქტიურად მოიპოვეს აი ეს მადლი. მე შეგახსენებთ აგრეთვე, რომ სულთმოფენობის წინა დღე, შაბათ-დღე 17 არის მიცვალებულთა ხსენების დღე, სულთაობა. ხშირად კითხულობენ ხოლმე, რომ აი ამ დღესასწაულებში იციან საფლავზე გასვლით და ყვავილების, ასე ვთქვათ, მიტანა შენკობა საფლავისა. უმჯობესი არის თუ კი ამ დღეს ახან ვახსენეთ, რომ მიცვალებულთა ხსენების დღე არის სულთაობა წინა დღე. აი ამ დღეს მაინც გავიდეთ საფლავებზე და იქ მიულოცოთ მომდევნო დღესასწაული, ესე იგი მიცვალებულებს. ხოლო აი ამ თვით აი ამ დღეს 18-ში ჩვენ ვანდებული ვართ წილას დავისწროთ და იქ კიდევ უფალი კაცმოყარე ღმერთი ჩვენი სარწმუნოებისამებრ ნამდვილად არ დაიშურებს სულიწმინდის მადლს. ღმერთმა დავილოცოთ და გაგახაროთ. ბოლოს მინდა ინფორმაციის სახით გითხრათ, რომ მომდევნო კვირა სულთმოფენობიდან ეს არის მსგავსი, ანუ არ არის მარხვა, ესე იგი 4 შაბათს და პარასკევს დღეს, ხოლო 26-დან იწყება კიდევ პეტრე-პავლუს მარხვა. მადლი და წყალობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიარება სულისა წმინდისა იყო თქვენ ყოველთა თანა.